გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ დავით პაპუშვილი და ჩამოვედი ჩინეთში ბიზნესის დასწრებით. როგორც წინა ვიდეოში მოგახსენეთ, აქ ვიმყოფები ჩემს დედაშვილთან, რომელიც დაკავებულია ექსპორტის ბიზნესით. მინდა ამ ვიდეოს საშუალებით გაჩვენოთ, როგორ ხდება ნაბიჯ-ნაბიჯი კონკრეტული შეკვეთის, კერძოდ მეურადი საბურავების შეგროვება, დასაწყობება და გამზადება კონტეინერის გამოსაგზავნად. დღეს მივდივართ ერთ-ერთი შეკვეთის გასაკეთებლად, დასამუშავებლად საფრთხეებში. შეკვეთა მდგომარეობა შემდეგში. თბილისში პირდებათ საბურავები, რამდენი კონტეინერი გასაგზავნოთ? 3 გასაგზავნოთ. 3 კონტეინერს გაგზავნა მარტო ხო არა, ჯერ უნდა ავარჩიოთ საბურავები, მოვიტანოთ სხვადასხვა საწყობებიდან, გადავარჩიოთ, დავალაგოთ და დავიწყოთ გაგზავნა. მინდა ეს პროცესი განახლოთ, როგორც ხდება. ახლა გამოვედით სახლიდან. გარეთ არის 37 გრადუსი, ჩრდილში. იქნება ალბათ 40-45 გრადუსი ზეზე. მანქანა სად არის? კეთი და ჩენი მოგან. ჩვენ სამნი ვართ აქ ჩინეთში ერთად. და დავბოლტიალობთ ხოლმე მაგეთ იქით. დავაკეთებთ საქმეებს. კეთი არის ჩემი დედაშვილი, როგორც აქამდე აღნიშნე. ამ მანქანამ გაიარა ბოლო 2 დღეში 2100 კილომეტრი. და რას გავს ეს მანქანა, ნახოთ. ჩვეულებრივი სასაკლაოა წერების. მოკლედ, საწყობში რომ მივალთ, დანარჩენს იქიდან გავაგზავნოთ, ახლა რაღაც პატარა ჭრა იქნება. მოვედით ახლა პირველ სართულის შენობის არის ჩვენი საწყობი. აქ ერთდროულად 1-2 კონტეინერი საბურავი ეტევა ხოლმე დაახლოებით. და მაგის გარდა კიდე როგორც თქვი 3 კონტეინერი საბურავი გვაქვს შესაკუჩებელი. შევკუჩება დავაწყებინეთ სხვებს პირველ რიგში. ხები ყავს რომელიც მაგალითად საქმეზე მუშაობენ, უკვე მოგვიტანეს, პატარა მანქანით მოვთხოვე რა. მოგვიტანეს აი საბურავები და გარეთ დაგვილაგეს. 1 2 3 4 5 6. აგ კიდე 10 წება საბურავია რა. ესეთ პატარა მანქანები დაგვთ. ხო მოკლედ ეს უნდა შევიტანოთ შიგნით. ჯერ რომ ნახოთ რეებია, როგორ არის, რა წლის არის ამ მდგომარეობაა. აგერ არის ჩვენი საბურავები, მოძრები ვითომ. ისა. იქნებ მოძრე. აგერ არის რამდენიმე წება საბურავები. მეორე არის იქით. აქეთ ბევრად მეტია ძალიან. კიდე არის შიგნით წებები საბურავების, იქით ოთახი გვაქვს, კიდე იქითაც არის. მოძრე საბურავები აქ. აი ახალი მოტანი საბურავები. ძალიან კარგი მდგომარეობაშია, მეურადებია. ესენი ახლები არ არის, არ გიგონოთ. აი სისქეში არის დახეთქილები არ არის. კაია. უწერი. ცოტა საბურავი ნამდვილად არა. დანარჩენ სამუშაო პროცესს კიდე პერიგულოს მოგაწყვეტთა განახებთ. MS-ებია? ძალიან კაი. ხო, აქ MS-ები ცოტა ჭირს, იმიტომ რომ ძირითადად ზაფხულია და MS-ებს ძალიან დავეძებთ. 224, 22 და 21 წლიანები. აჰა, ძალიან კაი. წოვნება კარგი აქვს. პროტექტორის სიმაღლეს საქართველოში 90%-იან პროტექტორს ვეძახით, ეგ პროტექტორებია რა. რატომაც 90%-ს ვეძახით. აი, ამ მდგომარეობაში 14-იანი საბურავები ესენი გავაგებთ. ხო, დროებით გავთიშავ და პარალელურად რაღაცებს დაგაწევთ ვიდეოებს. გამოვიცვლე, ჩავიცვალე. თავს დავისროთ. ეხა გაიხედე და გაწურე. აი! ვარ ვიღადო. ნიკა. დღე 2. ჩენი, კეთი და მე. ესე იგი მეორე დღეა საბურავებს ასე ვთქვათ ვეზიდებით. ხო, მივდივარ საბურავებსაც არჩევად. გუშინ დავიწყეთ არჩევა და ავარჩიეთ. რამდენი ავარჩიეთ? 300 თუ 400? 300 წელი საბურავი. დაახლოებით 700 საბურავი გვაქვს ასარჩევი კიდევ. ეს არის დღე მეორე საბურავების არჩევის.
დღეპირველს მოყვება ლოგიკურად იმ ვიდეოების გაგრძელება იქნება და პარალელურად გავაგრძელებთ არჩევის პროცესის გადაღებებს და მთლიან პროცესს ვიღებთ რა სრავს როგორ ვაკეთებთ ნახავდით როგორ დავიღალეთ უჩი მაგრამ დავიღალეთ ხო ეხლა არის 6 საათი და 36 წუთი 7-ზე უნდა ვიყოთ იქ გრაფიკში ამორჩებით 15 წუთით წესით იმიტომ რომ გზაზე წყალმაგვიდღვა მანქანაში პრობლემები დაიწყო დილა მაგრამ შეეო სახეს ავაცილეთ ჩემი აზრით დღეს იმ 7 დასაბურავს ავარჩევთ არ მიჯერებენ ვერ ავარჩევ ხო და ავარჩევ ხო უიჭველი ავარჩევ 7 დასაბურავზე არჩევას რა უნდა ნახე რომელ წლიანია რამხელა პროტექტორი აქვს გახვრეტილი ხო არა სად მეგა რა 2 წამის ამბავია ო კაია შემოწმებულია იმ ვიდეოებში გამოჩნდება როგორ ვარჩევთ სათითაოდ როგორ უღურებთ წლებს და პროტექტორს ოკეი ყველა გადის ჩვენს ხელში ნუ ერთი-ორი გაგვიპარა შემთხვევით ეხლა მაგას არაფერი არა მაგრამ თავარია უდიოდა დავერყოვებს ძალიან გვეძინება დავით ხამ გვეძინა 5 საათი წარსკი დავით მაგერ არის ჩვენი არჩეული საბურავები 1000 და ერთმანეთზე რა ესენი და უკანაც რამდენიმე ზოგი არჩევის პროცესში ესე იჭდება საცალი ეგრეთ წოდებული სხვადასხვა მოდელები და უწევთ ამათი არჩევა ეს არის ძალიან რთული და ბოლოს რა მომორჩება ხოლმე ერთმანეთს დაემთხვა. აქეთ არის როლონება 215 და ქვევით საბურავები. ესენი კარგია. ერთ კომენტარს დავუმატებ. აქ საბურავების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. კრიტერიუმი შემდეგია. აუცილებელია რუწი რაოდენობის ერთმანეთის საბურავების არჩევა ერთმანეთის პროტექტორით ზომები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და წლოვნება უნდა იყოს 2015 წლის ზევით. ახლა კიდევ რა მოგვივიდა ამ დღეს. ამ შეტევები გადავიღე, მაგრამ წამეშალა რატომღაც დამეკარგა. როცა საწყოში მივედით, ძალიან დაღლები ვიყავით, ამის მერე ძალიან დიდხანს მუშაობდით, საღამოს 8-9 საათამდე მუშაობდით და დაგვარგი გასხები. რომელიც აგერ ვიდეოში ჩანს, რომ რეალურად ხელში მიჭირავს მარცხენა ხელში. ამ პერიოდში მიმდინარეობს გასხების ძებნა. ხოლო მე მარცხენა ხელში მიჭირავს, შემდეგ მარცხენა ჯიბეში ვიდებ და შევდივარ საწყოში. როგორც კი შევედი საწყოში, მეც ჩავერთდი ძებნის პროცესში. კეთი და ჩენი აქტიურად ეძებდნენ. მეც გავაგრძელე შიგნით
სად დავდე ეს გასაღები, ჯიბიდან როდის ამოვიღე, სად დავდე, სად ჩავარდა. ვერაფრით ვერ მივაკვლიეთ. მაგიდან მოგვიწია დარჩენა საწყობში. ამ გასაღების საწყმაზე იყო სახლის გასაღები და მანქანის გასაღები ერთად და ორივე დაიკარგა. პარალელურად რამდენჯერმე გვეძინა, თან გავგვიგზავნოდა ვეძებდით. სკამებზე გვეძინა და საბურავებზე, ამიტომ ძალიან რთული იყო წესიერი ძილი და მოკლედ ვერანაირად ვერ ვიპოვეთ. მეორე დღეს გააგრძელეს მუშაობა, დილის 5 საათზე დაიწყეს. ხოლო ჩვენ მანქანის საკეტი, ეგრეთ წოდებული ზამოკი, ხელოსანს გამოვაცვლოვინეთ და ახალი გასაღები მოგცა. სახლის საკეტზეც იგივე ქენით გამოვიძახით ხელოსანი, რომელმაც გატეხა სახლი, შეცვალა საკეტი და მოგცა ახალი გასაღები. ესეთი პატარა გაუთვალისწინებელი ფაქტი დავემართა. ახლა თქვენ ხედავთ საბურავების ერთმანეთში ჩაწყობის, ჩალაგების პროცესს. ამ რკინების საშუალებით ამ შემთხვევაში 3-3 ლაგდება. სულ გაერთე საბურავი არის დიდი ზომის საბურავი, მაგალითად 20-21-22 ზომის. შუაში დებენ 17, 18, 19 ზომის საბურავს, ხოლო მესამე საბურავის ადგილას დევს 16-იანი, 15-იანი ან 14-იანი საბურავი. გააჩნია როგორც მოუწევს. და ესეა ჩალაგებული, ძალიან გაჭედილიც არ არის, ცოტა თავისუფლად არის და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ამით კონტეინერში ვიგებთ ფარტს და ერთი საბურავის მაგალითად 3 საბურავი იდება. დღეს არის მესამე დღე, რაც საბურავების გამოზრდა დავიწყეთ. შუალედებში ვიდეოებს ნახავდით. მოკლედ ქუშინიდან დავიწყეთ ქუშინის შუა დღის მერე საბურავების გამზადება. 2000 საბურავი ერთმანეთში ჩააწყეს ამ მუშებმა. ჩვენ შევხმარებოდით რაღაცეებში მაგალითად მაგათმე შეელჩეს და ესე გამოიყურება ერთი კონტეინერი საბურავად. ცოტა დასწრული და ძალიან დაღლები ვართ. აი ეს ეხენი ამაჩი ალაგია. აი ეს 3-3 წელი. ერთი. მეორე. ესენი ყველა არის მეორადი საბურავი რა. მოსულები არიან. დავიწყოთ დატვირთვა. ამ წემ. და კონტეინერი. კონტეინერი გამოიყურება. აი ასე 45-იანი კონტეინერია ეს. ტრეილერზე დამორჩა. ხო, მოკლედ. ეხლა დავიწყოთ დატვირთვას. ვეცდებით თაიმლეფსი გადავიღო, როგორ იტვირთება სატვირთვაში. მოიზადაღება მინდა ძალიან. თავი ხელი არ შეუშალო რა. ამ პროცესს. ხო, მარტო ახ არ არის, კიდე აგერ არის. და ჯანზეგა. აგერების ალაგია. ესენი, ცოტა ალაგია. ესენი და აი ხო. პროცესიც იგივე საბურავებია რა. კაი, დროებით და მე რო დავტვირთავ კიდე გაჩვენებთ. შეგახსოვთ. მედია უფრო მეტად აღარ დავისწრებ. Let's go. Yeah. I'm like an addict, do I gotta have it. I ain't even playing, got a really bad habit. If it moves, gotta grab it. Fuse like a magnet, lose, won't have it till I'm doomed in a casket. I ain't playing, got a weird mind. If you work 8 hours, I'ma work 9. If the shit tastes sour, you should taste mine. I'ma stay in power for a long time. Get up, nah I ain't a quitter. Toss me the ball, I'm a really big hitter. Big picture, I'm a straight killer. Rising the song to the highest bidder. Got juice, got gas, I'ma move fast. New shoes, new tracks, like who's that? I'm new, come back, better than last. Yeah, it's a new me, never gonna look back. Never gonna look back. Cause damn, I was built to last. You move slow and I move fast. And that's facts. Only I can make a change. Slowly take a step today. I will never be the same. Cause that's what it takes.
დავით კუთხეში მოგვაგდა. გავგვითავდა საწყობში ყველა ჩავალაგეთ. ეგ რა არის? ო. This is the local. So it. Daugšķats arī ir satsaukt.